მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხის საფეხბურთო ნიუსები. დღეს ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. როგორც უკვე ვთქვით, ინგლისის პრემიერ ლიგის 34 ტურში ლივერპულმა ტოტენჰემი 5-1 გაანადგურა და ჩემპიონობა 4 ტურით ადრე გაინახდა. მერსისაიდელთა ტრიუმფის შემდეგ ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ BBS-მა სტატია გამოაქვეყნა და წითლების თითოეულ პოზიციაზე შექმნილი ვითარება დეტალურად განიხილა. ბუნებრივია სტატიის ავტორის ფილის ყურადღების ცენტრში მეკარის პოზიციაზე გაჩენილი კონკურენციაც მოექცა. BBS-ის ჟურნალისტის თქმით, ალისონი ნომერ პირველი გოლკიპერი უნდა იყოს. გიორგი მამარდაშვილი კი მისი მთავარი კონკურენტი. ალისონ ბეკერი 32 წლისაა, რაც მეკარისთვის დიდი ასაკი არაა და ბრაზილიელს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერის წოდებაზე სერიოზული პრეტენზია აქვს. თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ალისონი მომდევნო სეზონშიც ლივერპულის ნომერ პირველი მეკარე იქნება. გიორგი მამარდაშვილი კი მას ძლიერ კონკურენციას გაუწევს. ეს ნიშნავს, რომ კელეჰერი გუნდიდან გარანტირებულად წავა. მას როგორც მეკარეს, რომელმაც პრემიერ ლიგაში ხარისხი და სტაბილურობა აჩვენა, ბევრი სურველი ეყოლება. წერს BBS-ი. შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა მამარდაშვილი ზაფხულში შეიძინა და იჯარის წესით ვალენსიაში დატოვა. ქართულ მეკარეს რამდენჯერმე უდგომს, რომ ენფილდზე სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ მიდის და ნომერ პირველი მეკარის სტატუსი სურს. ალისონის ფორმიდან გამომდინარე ბრიტანულ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ ლივერპული მამარდას განათხოვებასაც განიხილავს. სენტეტიენის ქართულ ფეხბურთელს ზურიკო დავითაჩოს მსურველი გამოუჩნდა. მწვანეების გარემარბით თურქული კლუბი დაინტერესდა და ზურიკო ბეშიქტაშის ყურადღების ცენტრში მოექცა. თურქული გამოცემების ასპორისა და ტაკვიმის ინფორმაციით, შავთეთრები დავითაშვილს თვალს აქტიურად ადევნებენ. ბეშიქტაშის მიზანია დავითაშვილი ახალი სეზონის დაწყებამდე დაიმატონ და მას სენტეტიენს ზაფხულში დაუკავშირდებიან. ცნობისთვის მიმდინარე სეზონში ბეშიქტაშის მიზანი ევროტურნირების საგზურის დასაკუთრებაა. შავთეთრები სუპერლიგის სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებენ და მესამე ადგილს ან სამსუნპორს 2 ქულით, ხოლო ეუფსპორს 1 ქულით ჩამორჩებიან. დავითაშვილს რაც შეეხება, მას სენტეტიენთან ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტი ზურიკო დავითაშვილს 10 მილიონ ევრო დაფასებს და ქართულ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული. Paris Saint-Germain-ის ფეხბურთელმა ხვიჩა ყვარაცხელიამ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა. ყვარა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე არსენალის წინააღმდეგ გამართავს და განაცხადა, რომ PSG-ს ერთი უპირატესობა აქვს. ფიქრობ ურთულესი რამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა, რომელიც შეიძლება მთავარი მწვრთნელისთვისაც პრობლემური იყოს. ზამთარში ტრანსფერის შემთხვევაში ადაპტაციის მცირე დრო გაქვს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის, გუნდის თავკაცის, პერსონალის, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების დამსახურებით, რომლებმაც თბილად მიმიღეს, ეს პროცესი მშვენივრად გავიარე. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მხარდაჭერა მეხმარება მოედანზე უკეთ გამოვიდა. ის ფაქტი, რომ გულშემატკივრებმა ასე სწრაფად მიმიღეს და თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ, მოედანზე ჩემი ადგილის პოვნაში მეხმარება. და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღო. ხომაგებისგან პირველივე მომენტში უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი. შემდეგ კი, როდესაც მოედანზე გავედი, მივხვდი, რომ ბედნიერი ვიყავი და ამავდროულად თავი დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა. PSG-ს შეუძლია ისე მიიღოს, რომ საკუთარი თავი ირწმუნო და როგორც ფეხბურთელმა შენი თვისებები დაინახო. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ ტოპ მოთამაშე დიდ კლუბში გადავედი. ეს ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კლუბის დამოკიდებულება გადამწყვეტ როლს თამაშობს. ფეხბურთელის კარიერაში მწვრთნელს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს. ყველაზე მეტად რამაც შემძე შთაბეჭდილება მოახდინა, მისი ხასიათი და ფეხბურთელებისადმი გამოჩენილი მოპყრობა. ის გაგრძნობინებს, რომ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა კლუბისთვის და ფანებისთვის მაქსიმუმი უნდა გაიღო. ის უდიდესი პატივისცემით გვექცევა და იცის რა უნდა. ვიცით როგორი მწვრთნელია, მაგრამ მისმა ადამიანურობამ, მისმა ფეხბურთელებთან კომუნიკაციის უნარმა და ფეხბურთის ამბების გაზიარების მანერამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კლუბში მასთან ერთად ვარ. ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგა უდიდესი საფეხბურთო ტურნირია და მასში მონაწილეობის მიღება ყველა ფეხბურთელის ოცნება. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ ეს ძალიან ძნელია.
ნახევარფინალში გასვლა რთულია და სახელი ჩემპიონთა ლიგა ყველაფერზე მეტყველებს. ეს ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ტურნირია და მის მოსაგებად საჭირო უნარები ნებისმიერ გუნდს აქვს. ჩვენს თამაშზე ფოკუსირებული უნდა დავჭრით და თითოეულ მატჩსა და მომენტს კონცენტრირებული შევხვდეთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს უმიზნებ და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში საკუთარი კომაგების თვალწინ გოლი გაგაქვს, საოცარი შეგრძნება. ასტონ ვილასთან გოლი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ემოციურია, მათ შორის რომლების გამიტანია. ძალიან გახარებული ვიყავი. იმედია უფრო ლამაზ და მნიშვნელოვან გოლებსაც გავიდან. ერთ მხრივ ინგლისურ გუნდთან თამაში კარგია, მეორე მხრივ არც თუ ისე, რადგან ჩვენს თამაშებს სწავლობენ, თუმცა ჩვენ იმავეს ვანგებთ. მათ მატჩებს აქტიურად ვაგვირდებით და ლივერპულთან და ასტონ ვილასთან გამართული შეხვედრების შემდგომ ინგლისური ფეხბურთი უკვე თქვესმის. მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი გავიღეთ და ვფიქრობის ფაქტორი, რომ ლივერპულსა და ასტონ ვილასთან ვითამაშეთ, არსენალთან დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტიტული მოვიგე. თუმცა კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. შანსი გვაქვს კიდევ 2 ტიტული მოვიგოთ. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. თავდაუზოგავად მუშაობთ, რათა მოვიგოთ ის, რასაც ვიმსახურებთ. მაქსიმუმს ვიზამთ. ცნობისთვის კვარა PSG-თან ერთად საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა და ლიგის ნახევარფინალშია გასული. მისი მეტოქი არსენალი გახლავთ და ამ გუნდების პირველი შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება. სამეფო თასის ფინალში ბარსელონამ და რეალმა მორიგი სპექტაკლი შემოგთავაზეს. გამარჯვების გამოსავლენა დამატებითი დრო გახდა საჭირო და საბოლოო ტიტული ჰანსი ფლიკის გუნდს ერგო. ანგარიში 28 წუთზე ლამაზი შორეული დარტყმით პედრიმ გახსნა და შესვენებაზე კატალონიელები მინიმალური უპირატესობით გავიდნენ. 79 წუთზე მბაპემ საჯარი მოდარტყმა ოსტატურად შეასრულა და უესეს შესნის შანსი არ დაუტოვა. 77 წუთზე კი ბლანკოსი წინ გავიდა და თავი ჩუამენმა გამოიჩინა. ბარსელონამ სიტუაციის გამოსწორება სცადა და მათმა მცდელობებმა შედეგი 84 წუთზე გამოიღო. ლამინი ამალის პასის შემდგომ ფერან ტორესი კარიდან გამოსულ ტიბო კურტუას გასდა და ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში ორივე გუნდს დაღლა დაეწყო, რასაც ორივე კარტთან არაერთი საგოლე მომენტი მოყვა. თუმცა უფრო ეფექტურად ბარსელონამ იმოქმედა. ლუკა მოდრიჩსა და ბრაიმ დიასის შეუთანხმებელი მოქმედებებით კუნდე მისარგებლა და მესამე გოლი სწორედ მან გაიტანა. ამგვარად ჰანსი ფლიკმა ბარსელონაში სადებიუტო სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგო. სულ რამდენიმე დღეში კი კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინტერს მიიღებენ. რაც შეეხება რეალს, მადრიდული კლუბი ლა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს, სადაც კარლო ანჩელოტის გუნდს ბარსელონასგან 4 ქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხრელად 5 მატჩი ექნება. ლივერპული ინგლისის პრემიერ ლიგის 2024-25 წლების სეზონის გამარჯვებულია. მერსისაიდელებმა პრემიერ ლიგის 34 ტურის მატჩი საკუთარ მოედანზე ტოტენჰემი 5-1 გაანადგურეს და ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდეს. ამ გამარჯვებით ლივერპულმა სატურნირო ცხრილში 82 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან არსენალს 15 ქულით გაუსრო. პრემიერ ლიგის დასრულებამდე 4 ტური არის დარჩენილი. შესაბამისად მეტოქეებს სხვაობის აღმოფხვის თეორიული და პრაქტიკული შანსიც დაკარგული აქვთ. საგულისხმოა, რომ ლივერპულმა ისტორიაში მეორედ შეძლო პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. არნე სლოტმა კი მერსისაიდულ კლუბში დანიშვნიდან სადებიუტო სეზონშივე შეძლო ინგლისის ჩემპიონობა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.